შენობები ელექტროენერგიის დიდ მარაგს საჭიროებენ. ამიტომაც გასულ კვირას პენსილვანიის უნივერსიტეტში გამოსვლისას ბარაკ ობამა ამერიკის შეერთებულ შტატებში ელექტროენერგიის ყაირათიანად მოხმარების თემას შეეხო. რაც უფრო მეტი შენობა გვექნება ქვეყანაში, რომელიც ელექტროენერგიას ეკონომიურად მოიხმარს, მით უფრო ნაკლებად დაბინძურდება გარემო და ადამიანიც უფრო მეტად დასაქმდება. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ბარაკ ობამა პენსილვანიის შტატში მოგზაურობისას იმ კვლევით ლაბორატორიებსაც ესტუმრა, რომლებიც ამერიკაში შენობებისთვის ელექტროენერგიის დაზოგვის ახალ საშუალებებს ქმნიან. ედ მაუნცი სავაჭრო ქსელის CRC-ის იმ ცენტრის მენეჯერი გახლავთ, რომელიც ელექტროენერგიის ყაირათიანად ხარჯვის პრინციპით მუშაობს. მაღაზია მყიდველებს დღეში მხოლოდ 11 საათის განმავლობაში ემსახურება, თუმცა შენობა ელექტროენერგიას 24 საათის მანძილზე მოიხმარს. მაღაზიის შინაგანი წესის მიხედვით შენობაში ელექტროენერგიის მოხმარება მაქსიმალურად ყაირათიანად უნდა მოხდეს. ბოლო სართულზე ყველა ელექტრომოწყობილობა უნდა შემოწმდეს. ჩვეულებრივი ნათურები ენერგოეფექტური ნათურებით შეიცვალოს და დამონტაჟდეს სენსორული მოწყობილობები, რომლებიც შუქის ჩართვა გამორთვას გააკონტროლებენ. რა საჭიროა ფუჭად დაიხარჯოს ენერგია, როცა ესა თუ ის ელექტრომოწყობილობა საჭირო აღარ არის. სავაჭრო ცენტრმა CRS-მა ენერგიის მოხმარება 31%-ით შეამცირა. ელექტროხელსაწყოების დეპარტამენტის გამყიდველი ჯონათან ბოუშელი ამ პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა. მუდმივად ვამოწმებთ არის თუ არა ყველა ელექტრომოწყობილობა გამორთული. ასევე მოწმდება ყველა ტელევიზორი და ვიდეო თამაში სამუშაო საათების დასრულების შემდეგაც. ეს კი გარკვეულწილად ელექტროენერგიის დაზოგვაში გვეხმარება. ენერგოეფექტურობის საბჭოში შენობათა პროგრამის დირექტორის ჯენიფერ ამანის აზრით, სავაჭრო ცენტრის CRC-ის მიერ წარმატებული პროექტი ნებისმიერმა ორგანიზაციამ შეიძლება განახორციელოს. ასე დროს მნიშვნელოვანია შენობაში ყველა ელექტრომოწყობილობის მუშაობა გაკონტროლდეს, სისტემის კომპონენტების შეცვლით ელექტროენერგია დაიზოგება, რასაც შემდგომში საკმაოდ დიდი ფინანსური მოგება მოაქვს. ვირჯინიის შტატში ქალაქ არლინგტონში 12 სართულიან შენობაში რამდენიმე ოფისია განლაგებული. ამ შენობაში განლაგებული ოფისების მენეჯერებმა ელექტროენერგიის ყაირათიანად მოხმარების შედეგად წლიური ხარჯები 28%-ით შეამცირეს. ეს კი ოფისების ეკონომიური ნათურებით განათებისა და კონდენსიონერების შეკეთების ბაზაზე მოხდა. მაიკ ვილიამსი ამ შენობის ფლოველის კომპანიაში აღმასრულებელ დირექტორად მუშაობს. მისი თქმით, ენერგოეფექტური პროექტის განხორციელებაში უდიდეს როლს თავად ადამიანები ასრულებენ. ტექნოლოგიებს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ გადამწყვეტ როლს მაინც ამ შენობაში მყოფი ადამიანები თამაშობენ. ენერგიის დაზოგვისადმი მათი დამოკიდებულება მნიშვნელოვანია. შენობაში ტერიტორიას R&D სუპერმარკეტი და სხვადასხვა კორპორაციებიც ქირაობენ. ამ თერმოსტატების საშუალებით მთელ შენობაში სითბო და სიცივე რეგულირდება. სტივ ლარკინი ამ შენობაში განლაგებული ალუმინის ასოციაციის პრეზიდენტია. მისი თქმით, ორგანიზაციის ყველა თანამშრომელი ელექტროენერგიის დაზოგვის პროექტის შესაბამისად მოქმედებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ არ უნდა დატოვონ შუქი ანთებული სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ, უნდა გამორთონ კომპიუტერები და ცივამინდში გათბობის მიზნით ოფისებში მზის შუქი უნდა შემოუშვან. ამერიკის ენერგოეფექტურობის საბჭოს პროგრამის დირექტორი ჯენიფერ ამანი მიიჩნევს, რომ ახალმა პროექტმა ენერგიის დაზოგვის უამრავი საშუალება გამოავლინა. ეს კი არა მარტო თითოეული ჩვენთაგანისთვის, არამედ მთელი ჩვენი პლანეტისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. თამარ დერგაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.